დღეიდან ბილაივის YouTube არხზე ვიწყებთ ახალ ინტელექტუალურ სპორტულ გადაცემას შენ იცი სპორტი. სეზონის განმავლობაში სპორტში საკმაოდ გათვითცნობიერებული 16 მონაწილე ერთმანეთს 10,000 ლარის მოსაგებად შეეჯიბრება. აქვე გეტყვით, რომ ამ გადაცემის წარმდგენია ბეთლაივი და დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისათვის. მე კი ზაზა ვარ, გადაცემის წამყვანი და ახლა უკვე შეგვიძლია პირველი ეპიზოდის მონაწილეებთან გადავინაცვლოთ, თუმცა იქამდე არ დაგავიწყდეთ ბილაივის YouTube არხის გამოწერა, რომ უფრო საინტერესო, ხარისხიანი და მრავალფეროვანი კონტენტი შემოგთავაზოთ. გამარჯობა ბიჭებო, როგორ გრძნობთ თავს და როგორი შემართებით ხართ? გამარჯობა ზაზა. რა ვიცი, საბრძოლო განწყობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს თამაშებში პირველად თამაშობ, რაც სპორტს ეხება, იმ მსგავს თამაშებში ამას გულისხმობ. და ძალიან გამოცდილი მეტოქე, რომელიც სპორტში ძალიან კარგად ერკვევა. ქეხო, შენი განწყობაც მინდა რომ ითხრა, როგორ ხარ, როგორი შემართებით ხარ, ასე თუ ისე მე მგონი ყველაფერი იცი რა გელოდებათ წინ და განწყობა რა თქმა უნდა პოზიტიური არის. მადლობა ესეთი შეფასებისთვის, რომ გამოცდილი მებრძოლი ვარ ამ საქმეში, მაგრამ ეს განსხვავებული ფორმატი არის, მეც დებიუტანტი ვარ, შესაბამისად ეს თავარი კითხვა ჩემთვის ეგ არის, რომ ეს განსხვავებულ ფორმატში როგორ ვიგრძნობ თავს. თან ახლა ჩამურად სპორტი ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მაინც ძალიან ძლიერი მხარეა, მაგრამ მაქსიმუმ შევეცდები. მეტწილად მაინც ფეხბურთია საუბარი. მეგობრებო, პირველი რაუნდისთვის ერთმანეთთან სახით პირისპირ დავუდგეთ თუ შეიძლება. მოკლედ, ყოველ მიზეზ გარეშე ძალიან მაგარ თამაშს ველოდებით თქვენგან, წარმატებებს გისურვებთ და შეგვიძლია უკვე რომ მოვისმინოთ პირველი რაუნდის წესები. პირველი რაუნდი, ფოტოდუელი. ამ რაუნდში ორივე მონაწილეს ეძლევა 90 წამი. მათი მიზანია ეკრანზე გამოსახული სპორტსმენების გამოცნობა, რომლის საშუალებაც რიგრიგობით ეძლევათ. სვლა იქამდე არ გადადის მეორე მოთამაშეზე, სანამ სწორი პასუხი არ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე ვერ გამოიცნობს ეკრანზე გამოსახულ სპორტსმენს, აუცილებელია თქვას სიტყვა შემდეგი, მაგრამ დაკარგავს საჯარიმო 3 წამს. რაუნდს იგებს ის, ვისაც მოწინააღმდეგეზე მეტი დრო დარჩება. მოვისმინეთ პირველი რაუნდის წესები და შეგვიძლია რომ უკვე ტრადიციული წესით ჯეირანით გადავწყვიტოთ, ვინ დაიწყებს ამ რაუნდს. ხო იცით თამაში ჯეირანის? აბა, უკვე თქვენი სვლა ჯეირანის. ჯეირანი. ქეხო იწყებს ამ რაუნდს. ქეხო, შენი მოწინააღმდეგის უკან მონიტორზე 5 წამიანი countdown-ი იქნება და ყურადღებით დრო ჩაიგდო. შვაინშტაიგერი. კურტუა. რეი ალენი. გუტი. დანიელოვიჩი. შემდეგი. შემდეგი. ეს ვინ არის? შემდეგი. დევისი. ეს აივერსონი. შემდეგი. ყველაფერი დავკარგე. ესენ. ტიერიანე. შემდეგი. ბუსკეტსი. რივოლდო. გავი. პედრი კაც. პოგასო. შემდეგი. ეს არის ბასტონი. არა. შემდეგი. ამილაშ. ხუჩა. პატრის ევრა. კლინსმანი. აბესანი. ტურე. დელიხტი. ვარდი. შემდეგი. პოდოლსკი. შემდეგი. შემდეგი. ამოიწურა დრო, ძალიან მაგარი
თამაში იყო, მაგრამ მგონია მე რომ ვერ დაგეთანხმები. ცოტათი არ გაგიმართლა. მე ვიტყოდი რომ ძალიან არ გავუმართლა, იმიტომ რომ არ გავუმართლა, ხო, თან ბევრი ქონდა ბეისბოლის მოთამაშე არ იცოდი? ორში არ გამიმართლა, მაგრამ რაღაცეებში მე გავჭედე რა, რისიც. ხო, აი ხა ის კავაი ლეონარდი ვარ. კავაი და იმებში გავჭედე მე თვითონ რომ რისიც მეშინოდა, მაგრამ ნუ არა უშავს. იაშკასთვის ერთი კარგი რაუნდი მაქვს სათქმელი, რომ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან კარგი. საინტერესო რაღაცები გველოდება, ასე რომ დაუბრუნდეთ საწყის პოზიციებზე დაუბრუნდეთ და შეგვიძლია რომ გადავიდეთ მეორე რაუნდში. საერთო ჩათვლაში 1-0 გვაქვს, ხევხო დაწინაურდა. მეორე თამაში გველოდება წინ 3 მინი თამაში, მოვისმინოთ წესები. მეორე რაუნდი, მინი თამაშები, ტაქტიკური კვადრატი. თამაში 9 უჯრისგან შედგება. თითოეული მათგანი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სხვადასხვა მოცემულობით არის დაკავშირებული. მოთამაშეების მიზანია, რომ სწორი ტაქტიკითა და პასუხებით შეავსონ გრაფა ისე, რომ გაავლონ ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური კვეთები. სასტარტო 11-ეული. რაუნდის ამ ნაწილში მონაწილეები ეკრანზე ხედავენ კონკრეტულ თამაშზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობას. თითოეული ფეხბურთელი სირთულის მიხედვით არის დაყოფილი. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. set point-ი. მეორე რაუნდის გადამწყვეტ ეტაპზე მოთამაშეებს მოუწევთ გამოიცნონ ფეხბურთელის საკუთარი კარიერის მიხედვით. პასუხი დასწრებაზეა. მე მგონი ყველაფერი გასაგები იყო, ხო? თუ კითხვები არ გვაქვს, მაშინ ტაქტიკური კვადრატის დღევანდელი მოცემულობა განვიხილოთ ეკრანზე. როგორც ხედავთ დღეისათვის, ტაქტიკურ კვადრატზე ჰორიზონტალურად გვაქვს სერია A-ს გამარჯვებული, სერბი ფეხბურთელი და ინგლისელი ფეხბურთელი, ხოლო ვერტიკალური მოცემულობა უთამაშია დიმარიასთან ერთად, უთამაშია კრიშტიანო რონალდუსთან ერთად და მილანის ფეხბურთელი. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი რაუნდი იაშკამ დათმო, ამ რაუნდს გიორგი დაიწყებს. გისმენთ შენი არჩევანია? სერბი ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია რონალდუსთან ერთად. ეს არის ნემანია ვიდიჩი. სერბი დიმარიასთან უთამაშია და სერბი არის ლაჰოვიჩი. სერია A-ს გამარჯვებული და მილანის მოთამაშე, ეს არის ანდრეა პირლო. უთამაშია დიმარიასთან ერთად ინგლისელი. რუნი. მილანის და ინგლისის კვეთა, ეს არის დევიდ ბექემი. ეს ნამდვილად დევიდ ბექემია, მაგრამ უცნაური შანსი. ხო, აი ეგ არის ვერ დავინახე. ხო. ფიქრებში ვიყავი, რომ ჩემი შემდეგი რა უნდა მეთქვა და ეს გამომეპარა სავარაუდო სტრატეგიული შეცდომა. კი. გავლების საშუალება მოგეცა მე მგონი. სერია A-ს გამარჯვებული და დიმარიასთან ერთად ნათამაშები ფეხბურთელი ამ მინი თამაშს შენ გაწდევს. ლაუტარო მარტინესი. უთამაშია დიმარიასთან ერთად და სერია A-ს გამარჯვებული ლაუტარო მარტინესი. სწორია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის პირველი მინი თამაში ქევხოს მიაქვს საკუთარ აქტივში, ისევ მე მგონი კარგი თამაში იყო, მაგრამ დასანანი შეცდომით იაშკასგან ძალიან. არა, შემეხედა ეკრანისთვის წესიერად. არა უშავს. წინ არის ყველაფერი. წავედით სასტარტო 11-ულზე და მე მაქვს ერთი შეკითხვა თქვენთან. თუ გახსოვთ 2006-2007 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ანგარიში მახსოვს. ფინალი მახსოვს, მაგრამ აი გუნდები გახსოვთ? გუნდებიც მახსოვს, ანუ ვინ თამაშობდა, მაგრამ ნუ ფეხბურთელებზე ნახოთ ეხლა რამდენად გვახსოვს. მილანი ლივერპულის წინააღმდეგ. დღეს თქვენთვის მოვამზადეთ ლივერპულის შემადგენლობა 2006-2007 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან და მოდი ვნახოთ როგორია დღევანდელი მოცემულობა. მოკლედ, რადგან მონაცვლეობით პასუხობთ და გვჭირდება ლუცი რაოდენობის ფეხბურთელები, ერთს ყველაზე მარტივს სტივენ ჯერარდს, გუნდის კაპიტანს გეუბნებით მე. ამ რაუნდს ისევ იაშკა დაიწყებს, რადგან წინა მინი თამაში წააგო. ქულებსაც ხედავთ ეკრანზე, თქვენი მიზანია რომ მაქსიმალურად მეტი ქულა დააგროვოთ, 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ, თუმცა 3 შეცდომაზე თამაშს არ აგებთ და ამან არ დაგსტრესოთ, წყალებში რომ ვთქვათ, ქულა გინარჩუნდებათ უბრალოდ. შემდეგ მეტოქე აგრძელებს თუ 3 შეცდომის ფარგლებში გადაგასწრებთ. დავიწყეთ. ეს იყოს 25 და პეპე რეინა. 25 პეპე რეინა, სწორი პასუხია 1-0 ანგარიში. 4-ქულიანს შევერკინებ. 16 ნომრით იყო ჯერმეინ პენანტი. 16 ნომრით იყო ჯერმეინ პენანტი და 4-1 ხდება ანგარიში. მშვენიერი პასუხი.
ძალიან კაი იყო. გავურისკო მეც. აბა. რაღაცა გაანათა სადღაც და უნდა გავტესტო მაინც ისეთი შედეგი არის. სამქულიანს გაურისკავ. მოდი 3 ნომერი ფინანი ხო არისო? აბსოლუტურად სწორია, 4-4 ანგარიში. აუ, უმეტი ნომერი. ხო ეს ნომრები ძალიან ის არის. ხო, შენი დრო. იცი, მინუსი არის? არავით არ მინუსი, შეცდომაა უბრალოდ 3. მაშინ უეჭველი მინდა რომ ეგაურისკო 32 ნომრით. თუ არ მეშლება იყო ზენდენი. ბრავო. იყო? ზენდენი იყო ნამდვილად. ძალიან კაი. 4 ანგარიში. ძალიან კაი იყო ეგ. დაგვრჩა ესე იგი შუაში ყავს 5 ნომერი და 23. მოდი 5 ნომერზე გავრისკავ. 5 ნომერი იყოს 7-ია, ხო? არა, 5 ნომერი არ მინდა. მოდი 14 ნომერი ხაბი ალონსო. რასაკვირველია. გარისყო ჯობია კვლავ იყო. 5-8. არ უნდა გეტოვებინეთ 5 ნომერი. 5 ნომერი იყო აგირი. აი მაგას 5 ფიქრობდი ნომერი მე. არის აგერი და არაერია ქევხოს და ეს იმას ნიშნავს რომ ეს მინი თამაშიც მიაქვს საკუთარ აქტივში 19 ქულაა ჯამში მოცემული და 10 ქულის მოპოვებით მეორე რაუნდი სრულად მიაქვს ქევხოს თავის აქტივში 2-0 ანგარიში იაშკას ვეუბნებით ისევ რომ არაუშავს წინ მესამე რაუნდია რომელიც 2 ქულიანია. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი რომ უფრო საინტერესო ხარისხიანი მრავალფეროვანი კონტენტი შემოგთავაზოთ და მოდი მოვისმინოთ მესამე რაუნდის წესები. მესამე რაუნდი სპორტპედია. ამ რაუნდში მოცემულია 12 გრაფა, რომელიც 4 კატეგორიადაა დაყოფილი. თითოეული კატეგორია 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვას მოიცავს. მოთამაშეები მონაცვლეობით პასუხობენ მათთვის მისაღებ შეკითხვებს. მონაწილის მიერ აღებული შეკითხვის ვერ გამოცნობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება მოიპაროს კითხვა. თუმცა თუ კი არასწორ პასუხს გასცემს, შესაბამისი ნომინალით გამინუსდება. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ქულა. მოვისმინეთ მესამე რაუნდის წესები, მესამე რაუნდი, რომელიც არის სპორტპედია და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ კი მოწინააღმდეგის შეკითხვაზე მოპარვას გადაწყვეტთ, აუცილებელია რომ ღილაკს ხელი დააჭიროთ. მაგრამ ეს არის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს ერთადერთი შანსია, რომ ამ რაუნდში გამინუსდეთ. ასე რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით ამ ნაწილში. მოდი ვნახოთ, როგორია სპორტპედიას დღევანდელი კატეგორიები. პირველი კატეგორია გვაქვს ნოტები გვარებში. მეორე კატეგორია არის ლოგოები. მესამე კატეგორია უცხოელები ერთხელ ამერიკაში და მეოთხე კატეგორია არის ემიგრანტი ქართველები. საინტერესო ჭხერს არა? ხო აი გვარებში რო კითხვები არ ვიცი, მაგრამ კატეგორიები საინტერესოა აშკარად. კი ბატონო. სანამ მესამე რაუნდს დავიწყებთ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი წარმდგენია BetLive და მადლობა მათ ამ მხარდაჭერისათვის. ამ რაუნდს დაიწყებს ისევ იაშკა. შენი არჩევანია მეუბნები კატეგორიას და სირთულეს. მოდი იყოს ემიგრანტი ქართველები პირველი სირთულე, ანუ 100. ემიგრანტი ქართველები 100 ქულა. სწორედ ამ ქართველმა ძიუდოისტმა მოუპოვა პირველი და ისტორიული მსოფლიო ჩემპიონობა იმ ქვეყანას, რომლის სახელითაც ასპარეზობს. დაასახელეთ სპორტსმენი. მსოფლიო ჩემპიონობა პირველი აუ, ეხლა სხვა ვარიანტი ისეთი არ არის. ეს უნდა იყოს ილიას ილიადისი. სამწუხაროდ ეს არასწორი პასუხია. ხო. ეგ ვარიანტი ხო არ გქონდა შენს? არა. გამიხადრო დაასახელა, იმიტომ რომ გამომერიცხა ეგ. ორში ვარჩევდით. მეორე бол შერაზადიშვილი. ნიკო შერაზადიშვილი სწორი პასუხია, ხო მოიპარა. პირველი მოპარვას ვიხილეთ კარგი სპორტპედიაში. იყო. 100 ხდება ანგარიში. ხო, კატეგორია და სირთულე. აუ, იყოს ლოგოები 200. ლოგოები 200 ქულა. ქალაქის მთავარ სიმბოლოსთან ერთად ამ კლუბის ლოგოზე მისი გაჩენა ერთ-ერთი ცირკის საჩუქარს უკავშირდება. არ ვიცით რამდენადაა ყველა დროის საუკეთესო მასკოტი, მაგრამ ჰენეს ვაისვაილერის პატივსაცემად ჰენეს პირველი ქვია. დაასახელეთ ეს კლუბი. იცი რა ხან მასკოტზე არის ლაპარაკი და თან ჰენესი ალბათ გერმანია იქნება, არის ალბათ კიოლნი. არის? დილად სწორი პასუხია 300 ხდება ანგარიში. სხვათა შორის ბევრი
ჭყალებში თქვა მინიშნება იყო ამ შეკითხვაში ჩადებული. ხო, ყველა დროის საუკეთესოც იძლეოდა იმის გზას, რომ არ ვიცი. მიუსულიყავით გოუთი. ყველა გოუთი ეგეთ ამბავში. იაშკას არჩევანი გვაქვს ახლა. აი მოდი ისევ იმას დაუბრუნდეთ. ემიგრანტ ქართველებზე წავიდეთ, იქნებ ფეხბურთი მოვიდეს ისეთი. ოღონდ მეორე სირთულე. შეუკვეთეთ ფეხბურთი? ხო, ფეხბურთიდან უფრო მეორე 200. 200 ქულა ემიგრანტი ქართველები. 1992 წელს დსთ-ს სახელით მოასპარეზა ეს ქართველი იქამდე არავიდა კვარცხლბეკზე, სანამ მისი სახელის გასწვრივ საქართველო არ დაეწერა. ხო, ნუ ეს კახიაშვილი. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. ყველას კარგად გვახსოვს ალბათ ეს ამბავი, ხო? ნუ ძალიან რაღაცა პატრიოტული ამბავია. კი და ჰიმნზეც პრობლემა იყო, ჰიმნს ვერ უკრავდნენ, იმიტომ რომ არ ქონდათ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ზუსტად ეს ამბავი იყო. 300-ით 200 ხდება ანგარიში. კეხოს არჩევანი გვაქვს ახლა. მოდი იყოს. უცხოელები ვნახოთ 200. ეგეც. უცხოელები ერთხელ ამერიკაში 200 ქულა. ხვიჩა კვარაცხელიას ამ ყოფილ გუნდელს MLS-ში მოსახვედრად კედლის გადალახვა ალბათ არ დასჭირდებოდა. ყოფილ გუნდელს? არ ვიცი. აბა, ვიპარო მოდი თან. მეცი რა არის? იყოს რა, მეტი არ მახსენდება მაინც. ეგ მირანჩუკი ყავდა ეგეთი გუნდელი. სამწუხაროდ მეჭულა რომ იმ ქვეყნის ვინმე იყოს ეს პასუხად. სწორი პასუხი. იპარავს გიორგი ამ შეკითხვას. ხო, ნუ გავრისკი ამ იმაზე, მაგრამ რატომღაც ის ვქენი, რომ კედელი რა ხან არის, ნუ გერმანიასთან ვერ დავაკავშირე, მაგრამ კორეა ხო არ არის, თქო და კიმი ხო არ არის, რომელიც ეხა იწერებოდა ბოლოს MLS-ზე რაღაც. არა, სამწუხაროდ არც კიმი არ არის, მოდი მაშინ ეს შეკითხვა ოფრეკორდ რო თქვა შეიძლება. მიმოვიხილოთ. ხო, მიმოვიხილოთ, აბა. ლოსანოა? ხო არა? ხო, მექსიკელი იყო, მაგრამ მექსიკელი ვერ გავიხსენე ნაპოლიში. ხო, ხომ პირდაპირ პასუხი. ხო. ერვინგ ლოზანოა სწორი პასუხი. ხო, და აი მექსიკელი ვერ გავიხსენე, თან მოპარვაზე გადავედი, რომ ცოტა აგრესიული სხვანაირად შანსი არ მაქვს. არ მიტოვებს შანსს. 300-ით 0 ხდება ანგარიში, იაშკა გამინუსდა. არა უშავს. მაგრამ არჩევანი შენზეა. მოდი იყოს ნოტები გვარებში 200. ნოტები გვარებში 200 ქულა. მისი გვარი ჩეხური ფეხსაცმლის ბრენდის თანაჟღერადია, თუმცა ნასტოლაში დაბადებულ ამ სპორტსმენს ყველაზე ხშირად გერმანულ ნაწარმში იხილავდით. ნასტოლაში დაბადებულ ამ სპორტსმენს ყველაზე ხშირად გერმანულ ნაწარმში თანაჟღერადი გერმანულ ნაწარმში რა ხან არის ეს ნაწარმი რატომღაც მგონია რომ ფორმულა უნდა იყოს და თუ ფორმულა არის ბოტასი შეიძლება იყოს მაგრამ ანუ გერმანული ნაწარმი არ მგონია რომ სხვა იყოს ბოლიდზე ხო არ არის პასუხი უნდა მითხრა. ორი ბატაზე უბრალოდ ვერ ვიხსენებ ვერაფერს მაგრამ თანაჟღერადი არ მოწონს პირდაპირ ემთხვევა და არა, ნუ ბოტასი, მაგრამ არ იქნება. ვალტერი ბოტასი. ვალტერი ბოტასი აბსოლუტურად სწორი პასუხია. ანუ თანაჟღერადი პირდაპირ არის, მე მგონი ხო. რაც იმას ნიშნავს, რომ 300-ით 200 ხდება ანგარიში. ნასტოლა ფინეთი ალბათ მაგან წაგიყვანა, ხო? არა, ნასტოლაზე მეტად უფრო იმაზე ვიყავი, რომ ბოლიდი იყო ყველა ვარიანტში რა და ჩეხურ ფეხ ვალტერი ბოტასი ყოველთვის, ნუ ფაქტობრივად ხო, ნუ გერმანულ მანქანაში იჯდა. კი. კი ბატონო, ბოლიდში. კეხო, შენი არჩევანი გვაქვს ახლა. 300-ს საერთოდ გვერდი აუარეთ, იყოს ლოგოები. იყოს ლოგოები, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ. ხმამაღლა ფიქრი დაგხუბავს, ეგ იცოდ. იმიტომ რომ მოპარვადია შეკითხვა ყოველთვის. აი შეხსენება არის, მადლობა. არ დავაჭირე. მადლობა, შენც მადლობა. ლოგოები, კეხო, კატეგორია, სირთულე? 300. ლოგოები 300 ქულა. სიმბოლურია, რომ ამ სპორტული გუნდის ლოგო ზენგ აუერბახმა შექმნა. სპორტული გუნდის. აი სპორტული გუნდი არის და რა ქვია, დამაბნეველი.
სპორტული გუნდის ლოგო. რაღაცება გაერთიანება არის და მაგითო ქვია. ნაუ. უბრალოდ იყოს ბარსელონა არასწორი პასუხია და ფაქტია რომ იაშკაც არ იპარავს ამ შეკითხვას. არა, ვერ ვიპარავ, თორე მოვიპარავდი. რაც ებრაულ აუერბახის ძმა იყო რედ აუერბახი. ესაც არაფერს არ გაცნობთ ამ შემთხვევაში ალბათ, ხო, იმიტომ რომ გვარი თუ არ არის ცნობილი, რომელმაც 9-ჯერ მოიგო NBA-ის ტიტული, ასე ვთქვათ, ალბათ მწვრთნელის რანგში Boston Celtics-თან ერთად. შემდეგ მენეჯერი გახდა, შემდეგ ამ გუნდის პრეზიდენტი გახდა და ჯამში 16 ჯერ იზეიმა ჩემპიონობა. Boston Celtics-ია სწორი პასუხი. გერმანულ კავშირს ვეძებდი NBA-ში, მაგრამ აუერბახი გამახსენილი. ჯერჯერობით არც ერთი კატეგორია არ ამოგვიწურავს ბოლომდე. ჩემი ჯერია, ხო? 300-200-ია ისევ ანგარიში ქევხო წინ არის და იაშკას არჩევდა. მოდი ემიგრანტი ქართველები ამოვწუროთ. ამოვწუროთ ემიგრანტი ქართველები 300 ქულიანი შეკითხვით. ოლიმპიადა არაჩვეულებრივი ადამიანების ისტორიებია. ის, ვინც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, მოიპოვა პირველი ფრანგული მედალი ტოკიოში. სიამაყეს იზიარებს მის მიერ არჩეული ქვეყანა. წერდა 2021 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ ადამიანის მიერ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ. ვიცი ვინც არის, მაგრამ ვერ დავასახელებ. აი, ისტორიაც მახსოვს, მაგრამ ვერ გავიხსენებ სავარაუდოდ. მეც მაგ დღეში. ამიტომაც შეფასდა 300 ქულიანი. ვიცი და ნუ უბრალოდ კიდე გამართლებაზე ვიყავი. მოიცა, იქნებ გავიხსენო. ამ შემთხვევაში გვარსაც ჩაგეწვით, რო იცოდე. ხო, ნუ მაგრამ მენელა პასუხი უკვე უნდა მითხრა. არა, ვერ ვიხსენებ. ვერ იხსენებ, ქევხოც არ იპარავს. მეც არ გავრისკავ, იმიტომ რომ მეც იგივე დღეში ვარ, აი ფაქტად მახსოვს, მაგრამ გვარს ვერ ვიხსენებ. თან პასუხი არის ლუკა მხეიძე, რომელიც ამ ოლიმპიადის შემდეგ საერთოდ ფინალში გავიდა, შემდეგ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში კიდევ საფრანგეთთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. დაგვრჩა 3 კატეგორია, ემიგრანტი ქართველები ამოვწურეთ. აი რავი, მაშინ საერთოდ სტრატეგიულად წავალ, ეხა 100-იანი იყოს უცხოელებში. უცხოელები ერთხელ ამერიკაში 100 ქულა. ეს გოლიათი დრაფტზე 1980-იან წლებში აირჩიეს, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ NBA-ში თამაშის ნებართვა არ მისცა და ბლეიზერსში დებიუტი მხოლოდ 9 წლის შემდეგ ჰქონდა. ეს არის საბონისი. უფრო კონკრეტულად არვიდას საბონისი. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია, არვიდას საბონისზე იყო საუბარი. 400-200 ხდება ანგარიში. ვიცოდი რომ მოპარვას აზრი არ ქონდა. მაინც უპასუხებდა. სახელი რო უკითხე ცოტათი დაიმედდი, ხო? ხო, მაგრამ ნუ მანდაც ისეთია რა, პირველი არვიდას სამბო, ყველა ვარიანტი საბონისზე რა. კარგი. ისევ ყველა 3 კატეგორია ანგარიში არის 400-200. 400-200. მოდი ნოტები გვარებში იყოს პირველი 100-იანი. ნოტები გვარებში 100 ქულა. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საათივით აწყობილი კარიერის მიუხედავად, როლან გაროსის მოგება მხოლოდ ერთხელ შეძლო. ანუ გვარშია, ხო? გვარში არის რომელიღაც ნოტი. პასუხი გვინდა გიო? იმიტომ რომ მოპარვის საფრთხის წინაშე დგახარ და უკვე უნდა გითხრა შენი ვარიანტი. და ეს არის? არა, ანუ გვარში ვერ ჩავსვი ვერც ერთი. ანუ პასუხის გარეშე? პასუხის გარეშე. პასუხის გარეშე და ქევხო გვეტყვის რატო და? როჯერ ფედერერი. როჯერ ფედერერი. ნამდვილად სწორი პასუხია. ნოტი ვერ ჩავსვი შვეიცარელ. ანუ რატო დავემართე ესეთი რაღაც. მან კიდე იყო ერთი მინიშნება, რომ საათივით აწყობილი კარიერა. ხო, არა, შვეიცარელი ყველა ვარიანტში და ფედერერი გამოვრიცხე რომ არ არის ნოტი თქო. სასწაული რაღაცა. კარგი. ახლა ქევხოს ჯერია 500-200-ია ანგარიში. თუ ქევხო 300 ქულიან შეკითხვას აიღებს, დღევანდელი ეპიზოდი მისი გამარჯვებით დასრულდება, ასე რომ არა, აქაც სტრატეგიულად წავალ. 100 ქულიანს ავიღებ, იმიტომ რომ წამართვას გამითანაბრებს ეგრევე და კი ბატონო. დავიზღვევ თავს.
ლოგოები 100 ქულა. ამ კლუბის ლოგოზე მაპუჩეს ტომის ბელადია გამოსახული, რომელიც მე-16 საუკუნეში ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას ედგა სათავეში. მაპუჩე. მაპუჩე ხო აშკარად რაღაც ინდიელებზე ელაპარაკი. იმანიშნეთ არ ვიცი. შეკითხვის შემდეგ თუ გინდა ვისაუბროთ. არა, ერთადერთი ვარიანტი მაქვს მარტო ეგეთი გუნდი არის კოლო ქვია. მან და რაღაც ეგეთი ლოგოტიპი და ანუ შეიძლება ვაფიქსირებთ ამ პასუხს. კი. მაპუჩეს ტომის ბელადს, რომლებიც ნამდვილად ინდიელები იყვნენ და ესპანელებს ებრძოდნენ, ერქვა კოლო. და ეს არის სწორი ძალიან პასუხი. კაი იყო. 600-200 ანგარიში. იაშკა. მოდი ნოტები გვარებში იყოს ისევ რა. როგორი იქნება? რამაც დამღუპა წეგან. ნოტები გვარებში 300 ქულა, რაც იმის ალბათობას ქმნის, რომ 100 ქულამდე ჩამოვიდეს სხვაობა. ნახოთ როგორი შეკითხვაა. ეს სპორტსმენი ყველაზე კარგად პარიზის ოლიმპიადიდან უნდა გახსოვდეთ. ფრანგული ფესვების მიუხედავად, მისი თითო სანტიმეტრით გაუმჯობესებული რეკორდებით ერთ-ერთი ჩრდილო-ევროპული ქვეყანა ხარობს. ჩრდილო-ევროპული ქვეყანა. სანამ პასუხს გამცემ, უბრალოდ უნდა გითხრა, რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში შანსები აღარ გვაქვს. ვიცი. ნელ-ნელა წავიდეთ პასუხისკენ. კვირა, არ მაქვს. არ არის პასუხი. არ არის პასუხი, ხო, ალბათ არ გარისკავს. არ ვიცი პასუხი და არც გავრისკავ რომ კარგი, მაშინ ჯერ პასუხი ვთქვათ, რომელიც არის არმანდ დუპლანტისი. გაძლევს ეს? დუპლანტისი და C არის. რომელმაც მაგარი პერფორმანსი შემოგთავაზა. ეხა გამახსენდა სახელი და იმით, მაგრამ ანუ სპორტსმენს რო გეკითხებიან, დუპლანტისი სავარაუდოდ შორის ორი ნოტია. ხო, ლაც არის ლაც და ის ანუ სპორტსმენს რო გეკითხებიან, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში დუპლანტისი კითხვა არ არის მან, ხო? ხო, პირველ ასეულში არ არის. ან შეიძლება მართლა 5000 სპორტსმენი ჩამოვთხოვ და დუპლანტისი არ იქნება. ანუ დუპლანტისი რო ეთქვათ ვინ არისო, ეთყოდი, მაგრამ ერთადერთი კითხვა იყო, რაზეც ფსონს ვაკეთებდი, რომ ჩემი აზრით ვერ არის გამოცნობადი შეკითხვა თქო, მაგრამ სწორად აკეთებდი. სწორად ვაკეთებდი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ყავს პირველი ეპიზოდის გამარჯვებული. ხევხომ მოიგო ეს თამაში, მიულოცოთ მას. სავსები დამსახურებულად. მართლა კარგი თამაში იყო, შენთვის გამოცდილება იყო, გიო. გავერთე მშვენივრად და ჩარწმუნებული ვარ, რომ ასეთ გამოწვევებს აღარ მოერიდები მომავალში. ხო, სხვა გამოწვევებს, რასაც მოვერიდი აქამდე ქართულ YouTube სივრცეში არსებულ სპორტულ გადაცემებს გულისხმობ. ეხლა თამამად მივალ უკვე რა. აქამდე არ ვრისკავდი ზუსტად იმის გამო, რომ შეგრძნებები როგორი იყო? ძალიან კაია სხვათა შორის და დასანანი მარცხიც ისეთია. კონკრეტულ შეკითხვებზე, თორემ მთლიანობაში თამაში აშკარად უპირატესობით მოიგო ხევხომ. გეხო გილოცავ, მაინტერესებს რომელი რაუნდი მოგეწონა ყველაზე მეტად, რომელი შეკითხვაც შეიძლება ესეთ შეკითხვაც რო დაგისვათ და რა სტრატეგიით იქნება შემდეგ თამაშებში, მეოთხედ ფინალში. ეს ყველა რაუნდი საინტერესო იყო, მაგრამ ობიექტურად ვთქვათ, სასტარტო რაუნდები უფრო მეტად გამახურებელი არის და ეს ბოლო რაუნდი არის ყველაზე საინტერესო და საბრძოლო. რით უმეტეს იქ აღებული ქულები შეგიძლია ძალიან მარტივად აქ დაიბრუნო, ასე რომ შემდეგისთვის მოვემზადები, რომ აი აქ პოტენციურად რაღაც კატეგორიებში უფრო მეტი ჭკუა დავატანო, რომ რაღაც ლოგიკა დავიჭირო მე კითხვაში. მე მგონი რომ არანაირი კრიტიკა არ მიიღება აქ შენ თავის მიმართ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი თამაში იყო დღეს შენგან. ნიკა ქევხიშვილი გვეყოლება მეოთხედფინალში. უღრმესი მადლობა რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს წარმდგენს BetLives. ჩვენ კი შევხვდებით ერთ კვირაში. ნახვამდის.